მოკლედ 1 წლის წინ ძალიან ძველი სახლი ვიყიდე და მაგის გადაკეთება დავიწყე. ახლა კიდევ იმ ეტაპზე ვარ, რომ დროა სამზარეულო დავამონტაჟო. და სანამ ჩემი სამზარეულო მზადდება, მე სამზარეულოს ოთახი მაქვს მოსაწესრიგებელი, რაც გულისხმობს იატაკის მოხვეწას, წყლის გაყვანილობის გაკეთებას, კედლების დამუშავებას და დენის წყაროების დამაგრებას. ასევე გაზის არის შემოსაყვანი. ვიცი რომ ამ ჩამონათვალიდან არავინ დაიწყდით იატაკის მოხვეწით მთელ ამბავს, მაგრამ მე დავიწყებ, იმიტომ რომ ასე ვიწევს, ვიცი რომ არ არის სწორი, მაგრამ ასე მიწევს და დღეს იატაკის მოხვეწა. ჩემი სახლის დიდი ოთახის იატაკის მოხვეწა ჩემ თავზე და ჩემ მეგობრებზე ავიღე, მაგრამ ახლა რადგან დროში ცოტა შეზღუდულები ვართ, ამ საქმეს პროფესიონალები მიხედავენ და სანამ ისინი მოვლენ, აქაურობა უნდა მოვაწესრიგო. ამდენი ხანი ბნელ ოთახს სათავსო ოთახად ვიყენებდი და ახლა დროა ყველაფერი რაც აქ შემომიზიდია, უკან გავზიდო. ჩემი დაბადების დღის მოსართავი ამბებია. არ მკითხოთ რატო. მოკლედ დიდი ხანია ვეძებ მტვერსასრუტს, რომელსაც ამ სახლში გამოვიყენებ და ჭირდება რომ იყოს ძალიან ძლიერი და არა აი ზურგს რომ მოგფხანს და რობოტი მტვერსასრუტი, ანუ ეგეთი მაიმუნობები არ მჭირდება. მე მჭირდება მაგარი მუშა მტვერსასრუტი და ნახეთ რა მახინჯი და რასაყვარელი მტვერსასრუტი მიპოვე. ეს არის ყველაზე მახინჯი მტვერსასრუტი, რაც მინახავს. მახინჯს საყვარლად ვამბობ. და დარწმუნებული ვარ, რომ აქაურობას აი ამ მტვერს გააცამტვერებს მართლა და საუკეთესო შენაძენია მარტის თვეში. ნახოთ ახლა როგორ გაუმკლავდება. თან საკმაოდ დიდი სათავსო აქვს. მოკლედ დავტესტოთ. აი სამაში ჭირდება. ძალიან წოს. არავის დაუცინი საერთოდ პირიქით ძალიან მაგარია, მაგრამ მტვერსასრუტი თავისი დადის დასაყირად მივიდა და იცი და გაიღვიძა თვალი ჩამიკრა, არა. მტვერსასრუტი უნდა იყოს ასეთი. ეს საკმაოდ არ არის, უბრალოდ ამ სახს ასეთი ჭირდება. და რო გავაკეთებ სახს საბოლოოდ, მე რა შეიძლება რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც ვიდეოს გადამაღებინებს რაღაც, მაგრამ ახლა არა. როგორი ამდენი ხნის შემდეგ აქ დაბრუნება და მუშაობა? ძალიან კარგი. საოცარია. საოცარი. ეს არის ადამიანი, ვის გამოც ვართ დღეს აქ. ნინი მითხრა რომ ძალიან უნდა ამ სახში მოსვლა და მე ვუთხარი რომ მე ძალიან ბევრი საქმე მქონდა თბილისში. და ნინი თქვა რომ ძალიან უნდა ამ სახში მოსვლა და მე ვუთხარი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოვალთ თუ მექნება ძალიან დიდი საქმე. და ნინიმ თქვა რა საქმეები გაქვს გასაკეთებელი და მე ვუთხარი იატაკის მოხვეწა და ხელოსანჯერ არ მიპოვნია და ნინიმ თქვა ვიპოვოთ. ღამის 10 საათია მეგობრებო მაგდროს. და მე ვუთხარი თუ შენ შეძრებ რომ ახლა ღამის 10 საათზე იპოვო ხელოსანი ჩემი სახლში ვინც ჩამოვა და გააკეთებს ამას ხვალ დილიდან ჩვენ წავალთ მეთქი. იპოვა. პატარა ვალში გადამაგდო. მაგრამ იპოვა და მე და ნინი ხომ მუშაობთ, ანუ მარტოები არ ვართ ამ ყველაფერში ჩვენ გვეხმარება ლიკური. რამდენად დატვირთული სამუშაოები მიმდინარეობს ახლა სახლში და შენი აზრით რამდენად გამოგვივა ყველაფერი რაც შევიფიქრეთ? ჩემი აზრით ძალიან დატვირთული სამუშაოებია, მე ძალიან ჩართული ვარ ამ ყველაფერში და ჩემი ჩართულობით და სხვა მოხალისეების ჩართულობით ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ მალე დავასრულოთ ეს პროექტი. დღეს საღამოსთვის უკვე მზად იქნება. წარმატებები ჩვენ გუნდს. ნახე რა მაგარია, ასე ივსება და უბრალოდ მიდიხარ და ყრილი. მაგარია, ზედმეტი შტარებების გარეშე. მინდა რომ კარგად მახსოვდეს როგორ გამოიყურება სამზარეულო ახლა და როგორ იქნება ძალიან მალე. დღეს ჩვენ ვამზადებთ სამზარეულოს ოთახს სამზარეულოს ავეჯის მოტანამდე. გვაქვს რამდენიმე ეტაპი გასავლელი, უშუალოდ იატაკის მოხვეწა, დალაგება, მტვერსასრუტით ყველაფრის გაწმენდა, ეზოს მოპირკეთება. ჩვენთან მუშაობს 2 ბრიგადა, რომელსაც მე ვყურირებ. პირველი არის ლინას და ნინის ბრიგადა, რომელიც ეზოს მოპირკეთებაზე ზრუნავს და მეორე ბრიგადა არის სასწაული ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან, რომ იატაკი მოხვეწონ და უკვე დაახლოებით 1 საათში ნახევარ სამზარეულო არის
გაკეთებული. ძალიან მაგარია. რაღაც ძალიან ძველი აპარატი მოვიდა, იმიტომ რომ ისედაც ცუდ მდგომარეობაში ასი ატაკი და გერმანული აპარატი რომ მომეტანა, მაინც არაფერი განსაკუთრებული იქნებოდა. ამიტომ ძალიან ძველი აპარატი მოიტანეს, ამით მithorben მაყოფილი ვარ ხალხშორის და ნახოთ როგორ გაგრძელდება. მანამდე ნინიმ რაღაცები მაყიდინა, რომ ეზო დაუბაროთ და მოვაწესრიგოთ. ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება ეზო. ეს არის სწორად იმ გუნდის დამსახურება, რომლებმაც სველი ფოთლები აკრიფეს და გადაყარეს მეზობელ სახში. არა, მეზობელ სახში არა. კაია. მეზობელ სახში კაია. შენი კურირებით? ჩემი კურირებით, კი. მე აქტიურად ვერთვები ყველა პროცესში, აქედან ვკურირებ ორივე გუნდს, ცოტათი მიჭირს, მაგრამ მთელი ჩემი ეს შემართება აი ამ გუნდებზე არის მიმართული, ამიტომაც ეტაპობრივად გაგაგებინებთ ყველა სიახლეს. დღეს ჩვენ ყველაფერს ვიყავთ ერთად. ჩემი სახლის ეზოს ვასუფთავებ და ახლა გადავყარე ძალიან ბევრი ძველი ფოთოლი. უკვე მიწამდე ჩავედი და ნახეთ რა ვიპოვე. 1 წლის წინ ეს სახლი რო აღმოვაჩინე, სანამ ოფიციალურად ვიყიდდი, აქ ბევრჯერ მოვდიოდი ხოლმე და გარედან ვათვალიერებდი ქუჩებს, სახლს და ერთ-ერთი ვიზიტის დროს ხურდები გადმოვყარე ჩემს ეზოში და ახლა ვიპოვე 40 თეთრი. ვიც მეკითხებით რამდენად ვიყიდე ეს სახლი, ვიყიდე 40 თეთრად. ნახეთ როგორ გამოიყურება ბნელი ოთახი ახლა. იატაკი ჭიისგან არის შეჭმული, მაგრამ რაც მთავარია, უფრო ლამაზი ფერი არის. ყველა ჭია მოიკითხეს ჩვენმა მოსახვეწმა, ბიჭებმა, აპარატმა. მოკლედ, ყველა ჭია დავინახეთ. ჩემი აზრით გადავლენ პარალელურ სახლში. მეც გამორიცხულია ვერაფერს ვერ უშვები ფიზიკურად. სიკუთხეში კუთხოვანათია, მირებ თუ რაღაცები. გამარჯობა, პიცი შეგვეთა მინდა. 2. ნახეთ რა მაგრამ შრომობ, შეიძლება არასწორად დაუბარე. მაგრამ ყოველთვის მინდოდა რომ ისეთ სოფელი მქონდა, სადაც ჩავიდოდი და ასეთ რაღაცებს ვიზავდი. სოფელი მაქვს კახეთში, გურჯაანში, ახაშენში, მაგრამ ბავშვობაში არ დავყავდი ჩემებს. მე რო გავიზარდე, სულ სხვა მენტალობა მქონდა და მამაჩემმა რა დაიწყო მან სიარული. მე არ დავყვებოდი, იმიტომ რომ ალბათ მე მინდოდა რომ თამბრჯენში მქონოდა სახლი თბილისის რომელიმე ფენსი ცენტრალური უბნის მიმდებარედ მაინც. და ახლა არ ვიცი, მინდა რომ მთელი დღეები აქ ვიყო და ვბარო. და პომიდორი დაურგო, გუშინ თესლი გამოვაყოლე და მინდოდა, არ ვიცი, არ მგონია რომ დაურგო, მაგრამ გამოვაყოლე და ძალიან მსიამოვნებს, თან ის მსიამოვნებს, რომ შიგნით სახლშიც მიდის რაღაც პროცესები კი ძალიან ბევრი დამიჯდა. 1500 ლარი დამიჯდა. ეს ყველაფერი უბრალოდ შეჭი. უბრალოდ იმიტომ რომ პლოსკო უეჭველი არ მაქვს. არა? სხვა რამე შეიძლება რომ გამოვიყენოთ მაგის ნაცვლად? რას ვამბობდი? ხო და კი უფრო იაფიჯდება შენით რო იქირავ აპარატი და შენით გააკეთო, მაგრამ შენით რო აკეთებ ცოტა ძალიან იღლები. ერთი ოთახის გაკეთება მეყო და ახლა პროფესიონალებს დავუთმე, თან ცოტათი გაფუჭებული არის აქ ხე, რაღაც ჭიამ ბევრი შეჭამა, მაგრამ ეგ არ მადარდებს, ჭიაზე კიდევ შევწამლავ და ხის ფითხით ამოვავსებამ ნახრეტებს და მე ზევიდან გადავსვამ ლაკს ან მასტიკას. და კარგი გრძნობაა რომ შენ აკეთებ რაღაცას და პარალელურად კიდე ერთი ლოდი გულიდან გეხსნება, იმიტომ რომ ვიღაც აკეთებს მაგას. ავნანო ნინის აქ ჩამოსვლა ჯამში ალბათ 2000 ლარი დაჭდა. მაგრამ არ გეგონოთ ახლა რომ 2000 ლარი მეგდო და ყოველი ჩამოსვლა მაგდენჯდება, არა, კაი ხანი არ ჩამოსულა და დაგროვდა უფრო მეტი ვალიც დაგროვდა, მაგრამ სამაგიეროდ?
აგერ სუფთა იატაკი გექნება. ნაკლები სანერვიულო, დაბარული მიწა. და სამსახურიდანაც გამათავისუფლებენ. და სამსახურიდანაც გაგათავისუფლებენ ნამდვილად. არ გამათავისუფლებენ. აქედან მუშაობთან საკმაოდ დატვირთვა. ხო და მაგარია რა. მამა ჩემი ამ ვიდეოებს არ უყურებს. უცებ პროფილი მომინდა. პროფილის მუსიკა ჩართეთ. ხო, პროფილის მუსიკა ჩართეთ ფონზე და მამა ჩემს ვიდეოებს არ უყურებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უყურებდა სიტყოდა. ოჯახ აშენებულო, თუ მიწის დაბარვა გინდოდა, გამომყოლოდი კახეთში. მაგრამ მე უპასუხებდი, რომ მაშინ არ მინდოდა კახეთში. არც ახლა მინდა კახეთში, მე აქ მინდა. ხო და მაგარია რა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ამიტომ ჩემი აზრით არ მეწყინება ჩემ შულს რამეს თუ დავაძალებ და იმ მომენტში არ მოუნდება, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცის ერაში ხარ. ხო და ახლა მე მიწის დაბარვის ერაში ვარ რა. როგორ ახართ ნახე, აი ამინდები გამოდის, წელს პირველად არ ვარ ზამთრის ადამიანი. აქედან მივესალმები ჩემ უფროს, კატო. ჰაი. და რა ვიცი რა. მაგარია. აქედანაც რომ მუშაობ მაგარია, ანუ შემიძლია რომ აქ მოვჭდე მზეზე ლამაზად და ვიმუშაო. ყველამ დაწერეთ. მიწა მაგარია რა, ნახე რა მაგარია. ანუ ბავშვები რატო თამაშობენ ყლარწებით, როდესაც ეს არსებო? ახლა ჩვენი კურატორი და ყველაფერი, ოღონდ სადენებს არ შეეხო. ნახავს რატო? იმიტომ რომ დენი გადის. ნახავს რა ხდება. ვინ? მე შევაფასებ ახლა ყველაფერს. ვაა. ბნელოთ ახში შეიხედე? აუ ძალიან მაგარია. აუ რა კაია. ეს რა ლამაზი ხეები გქონია ჩვენ. ასე გამოიყურება ახლა იატაკი და შემდეგი ეტაპი არის ამ იატაკის ჭიაზე დამუშავება, მერე ლაკის ან მასტიკის გადასმა და მერე უკვე კედლების დამუშავება, ვიცი ჯერ კედლებს ამუშავებენ მერე იატაკს და მერე სამზარეულოს დაყენება, მაგარია? ძალიან, ანუ ბრავო, ეს არის თქვენი კიდევ ერთი წარმატებული პროექტი. კი, მე ვიცოდი რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ აი გულს უხარია მაინც წარმატებული პროექტები რო სრულდება და უკვე რო ხედავ შედეგს, აი გულს უხარია რა. კიდევ ერთი გამარჯვება ქართველების, ეს არის ჩვენი იატაკი. დიახ. აქაურებაც მომწონს. ლინა ეს რა ტალახები გააკეთე? და რატო? უნდა დავრგოთ. რა უნდა დარგო აქ? არ შეიძლება და იქ დაგერგო? აი აქ შუა იმაზე რა არის? არა, უნდა დავუშავოთ და ან იქ. არა, მისინე ბალახი უნდა დავრგოთ, რომ სუბალახი იყოს. კაი, სუბალახი კაია. ანუ ატალახე, პროსტა ატალახე? არა, დაუბარე.